ბრიტანეთის მოქალაქე 19 წლის ბელა მეიქიული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბარგის შემოწმებისას დააკავეს. მას შემდეგ, რაც სამგზავრო ჩანთაში მებაჟე ოფიცრებმა განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკი 12 კილოგრამამდე მარიხუანა და 2 კილოგრამზე მეტი ჰაშიში აღმოაჩინეს. ხორციელებდი აღნიშნული თვითმფრინავის ბარგის დათვალიერებას რენტგენულ სკანერის საშუალებით ერთ-ერთი ჩანთა მივიჩინეს საეჭვოდ შიგთავსიდან გამომდინარე და მოახდინე ამ ჩანთის დასტიკერება საბაჟო სტიკერით, რაც გულისხმობს მის შემდგომ ფიზიკურ დათვალიერებას. ბრალის სიმძიმისა და ახალი დანაშაულის ჩადენის რისკის გამო 19 წლის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. დიდი ბრიტანეთის მოქალაქე დუმილის უფლებას იყენებს და არც იმას აკონკრეტებს, ვის ეკუთვნოდა სამგზავრო ჩანთა, რომელშიც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს. ჩემი დაცვის ქვეშ ყოფი ამ ეტაპზე იყენებს დუმილის უფლებას და შესაბამისად დეტალურად დანარჩენს ყველა ინფორმაციას მოგაწვდით მოგვიანებით. რა მიზნით და რომელი ქვეყნიდან შემოქონდა ბრალდებულს მარიხუანა და ჰაშიში საქართველოში ამას ახლა გამოძიებას სწავლობს. პროკურორი არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს. მას ბრალი წარედგინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისთვის, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანას შეძენა შენახვისთვის და საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანის ბრალდებით. ნარკოდანაშაულის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა კიდევ 5 მოქალაქე დააკავეს. მათი პირადი და ბინების ჩხრეკის შედეგად ჰეროინი, მეთადონი, მარიხუანა და კანაფი ამოიღეს. ამოღებულია ელექტროსასწორები და ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციისათვის საჭირო სხვა ნივთებიც.